ამბროლაურის რაიონის სოფელი ჭელიაღელე 2006 წლის 5 სექტემბერს უცნაურმა ყვირილმა გამოაღვიძა. ღამის 3 საათზე ავთოჭელიძის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ და მისი ოჯახის წევრები შველას ითხოვდნენ. კარები გაიღო, ვიღაც ფარნით შემოვიდა, ლაზერული ფარნით. მეგონა ჯერ ქალიშვილი თუ იყო ჩემს სტუმართან ერთად, მაგრამ საუბედუროდ არ აღმოჩნდა. არ მივაქციე პირველად ყურადღება. შემდეგ ისე ხმაური ატყდა, რომ ავდექი და მთვარიანი შუქი დავინახე 2 ნიღბიანი, 2 ყაჩაღი რა, ვიღაც ავაზაკები. დედის ყვირილზე ზედა სართულიდან ჭელიძეების ქალიშვილი ეკაც ჩამოვიდა. როგორც კი ჩამოვიდა, ეს ერთ-ერთი დაეტაკა კარებთან უკანა მხრიდან და ეს გადასკოჩვა დაუწყო სკოჩით. პირზე აუკრა და ნუ კი ვიხარავ, როგორ ნუ კი ვარაო, მამა არ მომიკლათ, არ ვიგიკლასაო. ჩემი მეუღლე ბავშვ უყურებდა გოგოს. სისხლში გაღებილი იყო, უკვე დამჯდარი იყო მდივანზე და ჩემს კივილზე მეორე ბიჭის აძინებელს ჩემს გვერდით იწვა. გამოვიდა და კრესლოში ჩაჯდა შუქი რო აინთო. ოჯახის უფროსმა ნიღბოსა ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია. ავთოჭელიძისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 3 პიროვნება დააკავა, 3-ვე დალაქიშვილი. პირველად შემთხვევის ადგილიდან ისიდორე, იგივე სოსო დალაქიშვილი აიყვანეს. ის 31 წლისაა და თბილისში კერძო საწარმოში ეკონომისტად მუშაობს. მამა პაპისეულ სახლში ცოლ-შვილთან ერთად ისვენებდა. ისიდორე გარდაცვლილი შვილმა 7 წლის გიორგი მომხილა. ცისფერი თვალებით ვიცანიო, თუმცა გიორგის ჩვენება ისიდორეს დასაპატიმრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოფიციალური საფუძველი არ ქონდა პროკურატურაში დაებრალებინა ისიდორე დალაქიშვილისთვის ჩადენილი ყაჩაღობა მკვლელობა, ამიტომ რომ დამხდარი იყო მისი დაკავება, მოხდა მისი სახლიდან ჭელის ამოღება. სხვათა შორის ისიდორე დალაქიშვილი აღნიშნავდა, რომ ეს ადგილი, საიდანაც მოხდა ამოღება ამ ჭელის, არის ღია ადგილი, არ იკეტება, სარდაფის ტიპის არის და ნებისმიერ გავლენგამურე შეიძლება ჩაედო. მეორე ვინც დააკავეს ჭელიაღელის მცხოვრები 20 წლის დაზა დალაქიშვილი იყო. ის თავდაპირველად მარიხუანას შენახვისთვის აიყვანეს სოფლის ტბაზე თევზაობის დროს. მან 2 კვირის შემდეგ ხელი მოაწერა ჩვენებას, რითაც აღიარა ყაჩაღობაში მონაწილეობა და თანამძრახველებად კიდევ 2 პირი, ისიდორე და ზურაბ დალაქიშვილები დაასახელა. დამცველს არ საჭიროებ, საკუთარ ინტერესებს დავიცავ თავად. ჩემთვის გასაგებია თუ რა დანაშაულის ჩადენაში ვარ ეჭმიტანილი. 2006 წლის 14 სექტემბერს მე დამაკავეს პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკის უკანონო შენახვისთვის. მე მინდა ვაღიარო ჩემს მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული, კერძოდ ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც მე ჩავიდინე 2006 წლის 5 სექტემბერს, სოსო დალაქიშვილთან და ზურო დალაქიშვილთან ერთად. ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი ზაზამ და სოსომ როგორ მოატყუეს ზურა ბენზინის მოსაპარად მისდივართო. ის გარეთ სკამზე დატოვეს სადარაჯოდ. თვითონ კი საყაჩაღოდ შევიდნენ და ავთოჭელიძე მოკლეს. შემდეგ გამოვიდნენ და გაიქცნენ სოფელ ყაჩაეთის მიმართულებით, ხოლო ზაზა გაიქცა ტბაზე, სადაც გადააგდო იარაღი, დაწვა მაისური და დაბრუნდა სახლში. ამ ჩვენებასთან დაკავშირებით შემდგომში მან სასამართლოს განუცხადა. დაკითხვის წინადღით ვიყავი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ჩაკეტილი ვიყავი ცალკე ოთახში. მეუბნებოდნენ, რომ აღიარე დანაშაული ისიდორემ უკვე აღიარა და შენ ხელს გადებენ. თუ არ აღიარებ, სამუდამო პატიმრობა გემუქრებაო. ძალიან მაგრად მცემდენო იმ ჭრილობები, სადაც აქვს, ნატკენი ადგილები, სადაც აქვს, აი იქ მცემდნენ პირდაპირ. გაუსაძლის ტკივილი მქონდაო დედა, გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ვერ უძლებდიო, ზაზა ვერ გაუძლებდა იმას ფსიქიკურად, იმის ტკივილს, მაგას ისეთი ტკივილები მქონდა. თაში თლიანი ხე დაეცა, სულ დალეწილი არის წელს ქვემოთ ზაზა. აწყობილია ზაზას ძვლები, აქვს რკინები გაყრილი. მენჯი ეხლაც ტკივა, სწორად ვერ ჯდება სკამზე. ზაზა დალაქიშვილის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ვიდეო ფირზეც არის აღბეჭდილი, ხელახლა დააკავეს სოსო დალაქიშვილი. ასევე აიყვანეს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი 19 წლის ზურა დალაქიშვილიც. საკანში მათ ზაზას ჩვენების ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს და დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს. ზურაბ დალაქიშვილმა თავდაპირველად უარი განაცხადა დანაშაულის აღიარებაზე და დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ პროკურორმა ზვიად შალამბერიძემ და პოლიციის უფროსმა ყიფიანმა ხერხს მიმართეს. მათ პოლიციაში ამბროლაურის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავით გეგეშიძე დაიბარეს, რომელიც ზურას ბიძაც არის და მოძღვარიც. მამა დავითს აჩვენეს ის კადრები, სადაც ზაზა მიუთითებს, რომ ზურიკო გარეთ ელოდებოდა. და თან აჩვენეს მამა დავითს და მეც ხელნაწერი ისიდორე დალაქიშვილის, სადაც იყო წერილობითი
აღიარება, რომ თითქოს ზურიკო ელოდებოდათ გარეთ. ამის შემდეგ თითქოს პატივი გცეს მამა დავითს და შეგვიშვეს წინასწარი დაკავების საგანში. მე და მამა დავითი. შეგვიშვეს, რომ აი ზურიკოსთვის გვეთქვა ორი სიტყვა, რომ ორივე ხელს გადებენ შენ. კონკრეტულად საუბარი შედგა, არ ვიცი თქვენს არც მამა დავითს შორის. რა საუბარი შედგა, რომ შენ არაფერი აღარ გეშველება, ორივე ხელს გადებენ და როგორც კიდე მოიგებს. ეუნებიანო, ზურაბ, შენ არაფერი არ შველის დღეს საერთოდ შენ სიმართლეს ვერ გაიტანო ერთად, ჯობია აღნიშნულ საპროცესო აღნიშნულ გარიგებაზე მოვაწერო ხელი და ჩვენ საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებთ, ჯარიმის სახით 2000 ლარს პატევს ისემდა 2000 ლარს გადაგახტევი და მეც არ შეგაწუხებ და ინებებ თავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ვერ ეღირსები თავისუფლებას. პროკურატურამ საუბარი მშობლებთან ღიად დაიწყო. პროკურორი მეუბნება, ან თანამონაწილეს გავხდი, ან საპროცესო გარიგებას წამოხვალ. ამას არ გააფორმებთ წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ჩავალპობ ციხეში. აი ზუსტად ამ სიტყვებით. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ამბროლაურის პროკურორს ზვიად ჩიკვაძეს დავუკავშირდით. იცით რატო გირეკავთ მითხრეს რომ თქვენ ემუქრებოდით და აშანტაჟებდით ზურაბ დალაჩიშვილს როცა ის იყო დაპატიმრებული და ეუბნებოდით რომ ზაზა და ისიდორო შენ ხელს გადებენ და თუ არ აღიარებ შენს დანაშაულს გაგხდი თანამონაწილე 9 წლიანი პატიმრობა გემუქრება და აი მაინტერესებს არის თუ არა ეს სიმართლე როგორ ვიგადება ხელმოწმე რასაკითხებს თქვენ არ გქონთ ხავსი არაფერი? როგორ ვიგადება ხელმოწმე გარსუკაცებას? ერთი წამი თუ შეიძლება სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ცნობები თუ ინტერესებს სასამართლოში საქმე განხილულია და ასე რომ დანარჩენი კიდევ ჩვენს პროცესს შეგიძლიათ მიმართოს. დიახ, ბატონო ზვია, კითხვები პროკურორის მიმართ გვაქვს ჩვენ და კი ბატონო, ეხა ეს არ არის სატელეფონო. შეიძლება მაშინ ინტერვიუს გთხოვთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ინტერვიუს მოგცემთ, იქნებ შეგვითხავთ ინტერვიუ. კი ბატონო, ამაზე შევთანხმდეთ დამატებით შემეხერეთ ამ შეხვედრაში. თუ შეიძლება მითხარით დრო და ხვალვე ძალიან ხო, ხვალე დამეკავშირდით ტელეფონით და შეგო შევთანხმდეთ. უგაცრავთ. კარგი, ხვალ დაგიკავშირდით. ჩვენ პროკურორს მეორე დღესაც დავუკავშირდით. საქმეში რაც არის ხო, ეს ყველაფერი საქმეში გაგზავნილია სასამართლოში. ახედან დაუმდინარეობს კი რომ აღზია რა ხარ, ასე უნდა გავაკეთო კომენტარი და ამიტომ გეუბნებით რომ არსებობს. ზურაბ დალაქიშვილმა ბიძის და მამის ნახვის შემდეგ აღიარების ჩვენებას ხელი მოაწერა. იმავე დღეს ის გაიყვანეს დანაშაულის ადგილზე და ვიდეოკამერის თანხლებით გაიმეორა როგორ წაიყვანეს სოსომ და ზაზამ ბენზინის მოსაპარად. აღიარების საფუძველზე ზურაბ დალაქიშვილს ბრალი ქურდობისთვის წარედგინა. მისი საქმე ცალკე წარმოებაში გამოიყო. და ღამის პირველ საათზე პირველი 2:09 სადღაც ამ დროს ხდება უკვე გარიგება პროკურორ ჩიკვაძეს პოლიციის უფროს ყიფიანს ჩემს და მამა დავითს შორის. ამის შემდეგ ამ საუბარის შემდეგ პოლიციის უფროს ყიფიანი მეუბნება იცოდე გია დალაქიშვილი ისიდორე დალაქიშვილის ძმაზეა საუბარი. იმის ტელეფონი ისმინება, იმასთან კავშირი არ აქვს არაფერი. 15 დღის განმავლობაში მაინც არ დაუკავშირდა იმათ და იმათ ოჯახს. ეხლა კი ვიცი რომ რატომ მეუბნებოდა პოლიციის უფროსი. რომ 15 დღის განმავლობაში არ დაუკავშირდა. ესე იგი 15 დღე მქონია მე გასაჩივრების უფლება თუ საპროცესო გარიგების. აი ამიტომ მეუბნებოდა. ვითომ შინაურულად მეუბნებოდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე ზურაბ დალაქიშვილი გაათავისუფლეს. და სოსო და ზაზა დალაქიშვილების